Salmebit koalitsია ცვლილებისთვის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინდელ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას, რომელიც ეხებოდა მათ შორის საქართველოს. გუშინ ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ბრძოლის საერთო ბრძოლის შედეგია, რომ ერთ-ერთი ცენტრალური განხილვის საგანი იყო სწორედ საქართველო. საქართველო დემოკრატიული უკუსვლა და ის გამოწვევები, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას. სწორედ ჩვენი საერთო ბრძოლის, ჩვენი მოქალაქეების ბრძოლის, რუსთაველზე დგომის, გაუტეხლობის შედეგია ის, რაც მოვისმინეთ ჩვენ კაია კალასისგან, რომ ევროპამ მიმართა ქართულ ოცნებას კონკრეტული 8 მოთხოვნით იმისათვის, რომ საერთოდ შესაძლებელი იყოს ურთიერთობების გაგრძელება. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ითქვა გუშინ, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამასთანავე ვარწმუნებ ყველას, რომ ეს არის ის მოთხოვნები, რისთვისაც ჩვენი თანამოქალაქეები იბრძვიან რუსთაველზე. ეს არის გზავნილი, რომ ეს ბრძოლა, ამ ბრძოლაში ჩვენ არა ვართ მარტო და მსოფლიოს წამყვანი საგარეო საქმეთა მინისტრები სწორედ იგივე მოთხოვნებს უყენებენ ქართულ ოცნებას. ამასთანავე გუშინ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. შეუძლებელია ეს ორი ერთად. და ჩვენ კარგავთ არა მხოლოდ ევროპის პერსპექტივას, არამედ კარგავთ ქართული ოცნების პირობებში იმ მონაპოვარსაც, რომელიც 10 წლეულების ბრძოლით არის მოპოვებული და რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა და ის სიკეთეები, რაც მიუხედავად პოლიტიკური პოზიციისა, რომელ ბანაკშიც არ უნდა იყო, ყველასთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი დავიცვათ, იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, იმისთვის, რომ სამართლიანობა დაბრუნდეს საქართველოში, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ევროპული სახელმწიფო, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას, რომელიც არის შეუთავსებელი ამ მომავალთან. ამ ბრძოლის ერთადერთი გზა ეს არის წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, ამ რეჟიმის იზოლაცია და დემონტაჟი. 19-ში შაბათს 7 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თესეუსთან აქციაზე, რომელიც სწორედ ამ დიდ წინააღმდეგობის ამოცანებს ემსახურება.